ეგრეთ წოდებულ მშვიდობიანი დამხობის და 4 ოქტომბრის რევოლუციის კამპანიას არაჭკვიანურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ გირჩში. თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ამბობს, რომ ამას თბილისის მერის არჩევნები შეეწირება, სადაც ოპოზიციას ჰქონდა შანსი ერთად დამდგარიყო. ყველაფერი მოგონილია და ფეიკია. ამ ფეიქზე მოდის ორივე მხარე. ვისთვის რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა? რა სიურპრიზს უნდა ელოდოს ქართული ოცნება და ვის აწყობს ეგრეთ წოდებული ფეიკის გათამაშება? კურიერის კითხვებს დღეს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე და უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე უპასუხებენ. ვიწყებთ გირჩით და სანდრო რაქვიაშვილით. ის უკვე ჩვენ სტუდიაშია. საღამო მშვიდობის საბატონო სანდრო, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. და პირველ რიგში, თორე ბუნებრივია იმ ყველაფერზეც მინდა კითხოთ, რაზეც მისამობაში გავაკეთე აქცენტი, ანუ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაზე, სხვა პარტიების, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ რიგში მინდა კითხოთ გირჩს. ვხედავთ, რომ ერთი ნაწილი ოპოზიციის ემზადება ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობისთვის, მეორე ნაწილი არჩევნებისთვის, თუმცა ისინი ცალკე, თქვენ ცალკე. ამიტომ პირველ რიგში მოდით მითხარით, რა არის გირჩის სტრატეგია წინა საარჩევნო ამ შემთხვევაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებ მაყურებელს. ჩვენ ფაქტორიად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ვართ ამ ქვეყანაში. ჩვენთან უსწრაფოდ უნდა შევხედეს, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს ბევრს ვეძახით, მაგრამ აი პოლიტიკა არის ლაპარაკით კონფლიქტის მოგვარების ხელობა. ან როცა პოლიტიკოსები ვერ ვაგდებიან, მე იწყება ომები და ჩხუბი და სამოქალაქო დაპირისპირება და ასე შემდეგ. რაც ხედავთ ხოლმე ქუჩაში დღესაც მოხდა ეს ინციდენტი, ანუ რა არის მიზეზი იმ დაპირისპირების, როცა ადამიანები მუშტებს იყენებენ, როცა ლაპარაკი არ გამოვიდა, ხო? და რო დააკვირდეთ ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში, რომელი პარტია გამოთქვას ზადყოფას ილაპარაკოს. აი, სად იმართება დებატები მაგალითად. ეს ხო აი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის საკვანძო ელემენტია. ამიტომ რადგან ყველა პარტია გაურბის ამ დებატებს ჩვენს გარდა. და რეალობაში რომ გადახედოს თქვენ მაყურებელმა დაინახავს, რომ აი რასაც პოლიტიკა ქვია, მარტო ჩვენ ვართ ამით დაკავებული, მაგრამ ამასობაში ჩვენ ძალიან სუსტები ვართ, მაგრამ კლოუნადაში მაგალითად. ძალიან სუსტები ვართ აი ზიზღის გაღვივებაში, სიძულვილში. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პროფესია, ეს არის ის, რისაც ჩვენ ვიამაყებდით და ფაქტობრივად აი ეს თელის პოლიტიკური სპექტაკლი მოწყობილია აი იმისთვის არის რომ პოლიტიკა არ არსებობდეს. რატომ ვერ ლაპარაკობთ? თქვენ ამბობთ რომ მათ არ შეუძლიათ ლაპარაკი, ხო? და ერთადერთი ხართ ვინც საუბრობთ. რატომ დგას ეს პრობლემა? ზოგადად ეს არ არის ახალი პრობლემა, ეს დიდი ხანი აქამდე მივდიოდი, როცა დებატები ნელა ქრებოდა და მიზეზი ძალიან მარტივია. ერთი მხრივ ქართულ ოცნებას აქვს პოზიცია, რომელსაც ვერ დაიცავს საჯარო დებატებში და ბევრად უფრო კომფორტულია ვიღაც მოისყიდოს სხვა ოპოზიციონერები თუ რაღაც სულელები წაახალისოს, რომ მე აი ეს სპექტაკლი იქიდან მხრიდანაც დადგეს. ანუ თუ დააკვირდებით ელემენტარულად რაღაც ეტაპზე აი ქართულ ოცნებასთან ლაპარაკიც კი რაღაც დაგმობილი იყო. შეიძლება თქვა რა ვიცი შევხვდე. თქვენ ბევრჯერ გადანაშაულებდნენ გარიგებაში ქართულ ოცნებას თუნდაც აი როცა პარლამენტში და რაში გამოიხატებოდა ის რომ ჩვენ ლაპარაკობდით. თან წინა საარჩევნო მთელი კამპანია რო აგორდა რომ ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ზოგადად დაპირისპირება კი არ გვინდა, შურისძიება კი არ გვინდა უკეთესი ქვეყანა და ამიტომ ზადვართ ველაპარაკოთ ნაცმოძრაობას, ქართულ ოცნებას, ყველას ვისაც უნდა იგივე ველაპარაკებით. არ უნდა უკეთესი ქვეყანა ჩხუბი უნდა სიძულვილი ჩვენ არაფერი მათთან საერთოდ არ გვაქვს. და ახალაც იგივე პრობლემაა, რომ სინამდვილეში ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა უკეთესი თბილისი, ან უკეთესი ზუგდიდი, ან უკეთესი ბათუმი, მაგრამ რომ ამაზე მართლა გულსხმად ვილაპარაკოთ. ყველა მიცის რომ ხიდები საჭიროა თბილისში ასაშენებლად, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, იქ ვიღაც აქტივისტები ერთმანეთს ცემენ. აქ რაღაც აგინებენ, ლანძღავენ ერთმანეთს. კი, რასაც ვიხილეთ კახკალაძის შტაბთან ყოფილი პარტნიორები, რომლებიც ერთი წლის წინ ოპოზიციაში მართლობა ერთად უნდა და თავრობის ჩამოყალიბება ერთმანეთს ლანძღავენ ისე რომ აი მეც კი არ გამილანძღავს ზოგი მათგანი მიუხედავად ისე რომ იგივე ნაციონალური მოძრაობის პოლიცაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კი არა, განცხადება, სადაც პირდაპირ წერია რომ ის პარტიები, ვინც მონაწილეობთ არჩევნებში, ხართ სახელმწიფო ინტერესების მოხალატეები. ნამდვილად. იმიტომ რომ ეს არის მათი შიდა ოჯახური გარჩევა. ერთი წლის წინ 4-5-9-25 კოალიცია ჩამოაყალიბეს, ჩვენ ერთად მოვიგებთო, ერთი მთავრობა გვეყოლებაო და მე ამ 9-25-მა უღალა და 4-5-ს. ერთმანეთში ჩხუბობენ. მე არაფერი არ მეხება, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე. მათ შორის, როცა ბოიკოტზე საუბრობდნენ, აუხსენით, როგორი ბოიკოტი უნდა იყოს, თუ ეს ეფექტიანი იყოს, ამაზე არ წამოვიდნენ. როცა არჩევნებზე როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არჩევნები მოვიგოთ, მაგრამ ამაზე არ წამოვიდნენ და მე უკვე რომ გააკეთეს ყველაფერი, რომ არჩევნები ნამდვილად წააგო. აი რომ ქართულ ოცნება იმდენად არ ნერვიულობს არჩევნებზე, რომ შიდა დაპირისპირებებით არიან დაკავებული. აი შიდა დაპირისპირება მაშინ ხდება, როცა გარემტერი არ ყავს. აი ქვეყანას ხო ერთიანდება, როცა გარემტერი მოდის. იგივე ქართულ ოცნებაში, ქართულ ოცნებას დაინახა რომ მტერი აღარ ყავს
და ამიტომ თუმცა როგორ არ ყავს მტერი, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, მტერია თქვა, არ მინდა მე ესე ვთქვა, მაგრამ ხო დაპირისპირებულ მტერს გულისხმობთ ხო თუ მეორე მხარეს პირდაპირ უანონსებს ხელისუფლებას 4 ოქტომბერს. ეს ხო ძალიან სასაცილოა. დამხობას. ძალიან სასაცილოა. თქვით რომ ეს თითქოს რაღაც fake კამპანია, რას გულისხმობთ? ანუ არ გჯერათ, თქვათ რომ ნაციონალური მოძრაობა რაღაც ამ პროტესტს გააღვივებს, ან სერიოზულია მისი თანაპარტია ლევან სანიკიძე, ლევან ხაბეიშვილის თანაპარტიელი ამბობს რომ ისინი პარტია ნაციონალურ არ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის აქციაზე. და ლევან ხაბეიშვილი არის მათი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თუ არ მეშლება. რაღაც თავმჯდომარეა პარტიაში, მაღალი რანგის წარმომადგენელია. როგორ შეიძლება აი ეს დაახლოებით იგივეა რომ მე ახლა რევოლუციას გეგმავდე და იაგო ამბობდეს რომ მე არ ვიღებ ამ საქმეზე პასუხისმგებლობას. გირჩი აღზე პასუხისმგებელი არის, ეს როგორ შეუთავსებელი იქნება. ხო და თავისივე თანაპარტიელი რო ამბობს რომ მე არ ვიცი ლევანი რას აკეთებს, აქციაზე კი გავალ, მაგრამ არ მინდა. მეორე მისი კოლეგა რომელიც ახლებიდან არის გვარამიას პარტია. ანუ ამას გულისხმობთ ფეიქში რომ რაღაც ხაბეიშვილი ერთ ანონსებს სანიკიძე პასუხისმგებლობას სერიოზულია, წამოგი მაგალითად გეგმის არ გჯერათ, აი ეს მინდა რომ როგორ გითხეთ, ეს რამდენად აბსურდულია, აი ხო მათი ლოგიკას რო გავყვეთ. რუსულ რეჟიმს ამხობენ. აი რუსული რეჟიმი ხო იმიტომაც უნდა იყოს რუსული, რომ ალბათ რაღაც შეიძლება გაისროლოს, გცემოს, ხო? აი ხო ბანალური ამბავია. შენეუბნები ადამიანს წავიდეთ დავამხოთ. ესე იგი ვიღაცამ შეიძლება გაწიროს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება. კარგი, გამოდის და ეხა ადამიანს რომ მოუწოდებ, გაწირე შენი სიცოცხლე და თავისუფლებაო, ნუ გარისკეო. ხო მინიმუმ უნდა უთხრა პრემიერი ვინ იქნება. ხაბეიშვილისთვის ვაკეთებთ ამას, ხაბეიშვილი პრეზიდენტი იყოს თან რა ვიცი, ბურჭულაძე პრემიერია. რაღაცა ხო უნდა ისმოს. აი რაღაცა მეორე. თქვენ ფიქრობთ რომ საზოგადოებას მათ უნდა შესთავაზონ რაიმე პოლიტიკური მინიმალური დაამხეს, ხო თქვენ რომ მალევე დაამხობთ, ხო თქვენ რომ 5 თვე ვიმსჯელებთ. არა, 5 რიცხვში აღარ იქნება ხელისუფლება. 5 რომ გაიღვიძებს საქართველოს, დაუშვათ დაამხეს. ვინ მართავს ამ ქვეყანას? აი ჯარს ვინ გასცემს ბრძანებას? პოლიციას, სულს. თუ ის თავისით მოძრაობს, ის ქართულს მერჩება, უბრალოდ ვიღაც ერთი გაიქცა, პირობითად ბიზნესმენშვილი ან ირაკ კობახიძე, ან ღარიბაშვილი ბრუნდება პრემიერად, ანუ რაღაცა ხო შეიძლება აი მინიმალური აი პატივისცემა თუ აქვს, თუ შენ თვითონ გჯერა რომ ამას აკეთებ. ხო არ შეიძლება უბრალოდ აი დამალო ის ფაქტი რომ აი თქვა ვიღაც მოყავს. ხალხი ხო შეიძლება არ წამოყვეს და არ ჩაგივარდა შენი გეგმა. ხო და აი მინიმუმ აი ასეთი სიმპტომები რომ შენი თანაპარტიელი შენ არ მოყვება, შენი პარტნიორი შენ არ მოყვება, მეორე პარტნიორი გლანძღავს, შენ თვითონ გლანძღავ დანარჩენ პარტნიორებს და თან ამბობ რომ რუსული რეჟიმი უნდა დაამხო, თანმშვიდობიანადო, თან იმის რისკსაც არ აცნობიერებ რომ თუ რუსული რეჟიმია, ალბათ შეიძლება გესროლოს. ხო, მაგრამ ბატონო სანდრო, თქვენი აზრის ხომ არ ეწინააღმდეგებით, როდესაც ამბობთ რომ ეს ყველაფერი არის, ნუ არასერიოზული, მაგრამ ამავე დროს თქვენ თქვით რომ ამას შეეწირება არჩევნები. კი. რას შეეწირება? ასე აქციას უბრალოდ შეკრებილს თუ მართლა ელით ესე იგი რაღაც პროცესების განვითარებას. წამოდი წინა არჩევნებსაც იგივე პრობლემა იყო, ჩვენ ვეუბნებით ამორჩევას, რომ ჩვენ კიდევ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. მდიდრები ვიყოთ, შურისძიება არ გქონდეს, უკეთესი სასამართლო გქონდეს, მაგრამ ამ მომენტში ხდება აი სრული არაადეკვატურობა ხდებოდა თელ ქვეყანაში, რაღაც აქედან რაღაც ბიზნესმენშვილის რუსები მოსკოვში გაგდება, აქედან რაღაც რევანში და რა ვიცი გეების შემოტევა და უბრალოდ ადამიანების გასაგებია რომ იმ ხალხს ჩვენ ოპონენტებს ბევრად დიდი რესურსი გააჩნია და შეიძლება ჩაახშონ თავისი ტყუილი, თავის პროპაგანდით ელემენტარული საღი აზრი. ახლა წარმოვიდგინეთ იგივე სიტუაცია, უბრალოდ მართლაც თქვენ ახსენეთ. ერთი მხრიდან ვიღაცა დამხობას აწყობს, ვიღაც არჩევნებით რევოლუციას აწყობს, ლელოც ხო ამას აკეთებს. ლელო ხო არ ამბობს რომ მე მინდა კარგი თბილისი იყოს, მე მინდა რა ვიცი ხიდები იყოს, საცურები არ იყოს. არჩევნებში მონაწილეობას უძლებს ბრძოლის ერთ-ერთ სტრატეგიას. მოვიგებთ არჩევნებს და დავამხოთ ბიზნესს. ანუ ისევ რევოლუციას ამბობს. მეტიც იქამდე მივიდნენ რომ დილასო არჩევნებზე მოდითო და საღამოს მიტინგზე. ანუ წარმოვიდგინეთ რომ იქნებ იგებენ, ვის უწყობენ, იქნებ არჩევნებს იგებენ. ამიტომ უნდა მოვიდნენ თხოვ ნაცმოძრაობას რომ დაგველოდეთ 9 საათამდე გამოცხადება, შედეგი იქნებ მოვიგეთ, თუ მოვიგეთ არ გვინდა რევოლუცია და თუ არა და დავამხოთ ერთად. ან ხო ხდეთ რამდენად სასაცილოდ გამოიყურება ეს. ამასობაში ქართული ოცნება აგრძელებს deep state-თან რაღაცა ბრძოლას და აი ეს სიტუაცია და თბილისელი მაგალითად ფიქრობს აი ხო შეიძლება უნდოდეს უკეთეს მასთან სასწრაფოში არ იდგეს. ესე იგი ამაზე ხო უნდა ვილაპარაკოთ რომ რაღაც რა გავაკეთო. არა, ფაქტიურად ამ თემებზე ხო, ეს ხო შეუძლებელია. და არა მარტო შეუძლებელია, მე რო ეხლა მართლა დავიწყო საუბარი, მე მინდა, რა ვიცი, 3 ხიდი ავაშენოთ ტყარზე. ან რა ვიცი, შევქნა რაღაც გარემო რომ რაღაც ნაკლები საცობი იყოს. მე ხო არაადეკვატურად გამოვჩდებით. არა და მე ხო მართლა ეს მინდა. და რასთავარია ეს რო განხორციელდეს. მაგალითად მეტრო ყველა მიცის. აი ყველა ნებისმიერ აზრის დონეზე გასაგებია რომ მეტრო ჯობია ტრამვაის. მით უმეტეს ისეთ დიდ ქალაქში ვარ თბილისი. ამაზე შეიძლება იყოს დისკუსია, მაგრამ აი მეტრო რო აშენო, წამოგიდეთ რამდენი ასე ვთქვათ შეთანხმება დაჭირდება თუნდაც ცენტრალურ მთავრობასთან. ესე იგი მერი რომელიც ხელს უწყობს მეტროს მშენებლობას, ის რაღაცნაირად შეთანხმებულად მუშაობს ცენტრალურ მთავრობასთან.
და თუ შენ მერი ხარ რომელიც ებრძვის და რევოლუციას უწყობს ცენტრალურ მთავრობას მეტრო ხო არასდროს არ აშენდება დებით ანუ სიამოვნებაში ჩვენი პოზიცია რომ უკეთეს ქალაქში გვინდა ცხოვრება უკეთეს ქვეყანაში ნიშნავს რომ ჩვენ მინიმუმ ეს ჩხუბი უნდა დავასრულოთ მთელი წლებია ჩვენ მაგას ვამბობთ რომ სამ ჩხუბი არ დასრულდება არაფერი არ გვეშველება მაგრამ აი საბოლოო ჯამში ეს ჩხუბი არა მარტო ჩვენ გვიშლის რომ ჩვენი იდეები უკეთეს წარმოვაჩინოთ არამედ უბრალოდ გარემოსთვის ზადადი არანაირი იდეებს არანაირი ღირებულება არ აქვს იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთი პარტია ვართ ვისაც იდეები აქვს არც სხვა პარტიას იდეა არ აქვს მაგრამ მათ არ ჭირდებათ ეს იდეა იმიტომ რომ ისინი უბრალოდ რა ტყუილს ავრცელებენ დიდი მასშტაბით და ახშობენ ნებისმიერ საღამოს რომელიც შეიძლება პოლიტიკაში გაჩნდეს ხო და თქვენ დღესაც ამბობთ ხო იგივე ლაპარაკი არ შეუძლიათ ერთმანეთთან ოპოზიციურ პარტიებს ასევე ამბობთ რომ ერთიანობა ჯობდა და ერთიანობა იყო საჭირო თუმცა რატომ გქონდათ ამის იმედი არ ვიცი იმიტომ რომ ვერც ერთ არჩევნებზე ეს ერთობა ოპოზიციის პრინციპში ვერ შედგა 2024-ის წინაც იყო საუბარი რომ ერთიანი ძალები დაპირისპირებოდნენ ხელისუფლებას მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვერ შეძლეს თქვენს პარტიას თუ ქონდა ამის მცდელობა, რომ რაღაცნაირად არ ვიცი ამ ერთობაზე გესაუბრათ, ან და ხომ არ ფიქრობთ, რომ თავად გირჩია შეიძლება პრობლემა, როდესაც აი რაღაც სიტყვა მინდა ვიხმარო, რაღაც თითქოს გარიყულივით ხართ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ხო თქვენ თავად ამბობთ, რომ რაღაც ერთადერთი პარტია ვართ, დამოუკიდებლად მონაწილეობთ, ფაქტიურად არავისთან არ საუბრობთ, რა არის ამის მიზეზი? ყველა სხვა დანარჩენი და თქვენ მართლები, ანუ ამის თქმა გინდა. სად არის ისაუბროს, ანუ ვერ იპოვით რომ დებატები ეწყებოს ტელევიზიაზე, ჩვენ ვარ ვთქვა, თუ იპოვით დებატებს, სადაც ჩვენ ვართ და სხვები არიან, ან რაღაც ვიღაცა არის. ამიტომ ჩვენ პირიქით მოწადინებული ვართ საუბრისთვის მეტის კულუარულად ძალიან ხშირად დისკუსია მიდის. რამდენჯერმე ჩვენ პარტიაში მაგალითად ოპოზიცია იყო შეკრებილი, იმიტომ რომ სხვა ჩვენ ვიყავით მედიატორი და საჯარო არ ყოფილა შეხვედრა და ყოველთვის მოწადინებული ვიყავთ რაღაც ლაპარაკისთვის, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ როცა ჩვენ თავაზობთ ოპოზიციას, რომ აი მოდით ერთიანი კანდიდატი ვიპოვოთ, აი რო გითხრათ რომ ჯეროდა რომ ამას იზამდნენ, ტყუილს ვიტყვი, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენი ხო მორალური ვალდებულება როცა ხვდები რომ რაღაც სწორი გზა არსებობს, ეს საჯაროდ განაცხადო. და ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ გვესმის რომ ასე შეიძლება მოიგო თბილისი. მართლა თბილისი მოიგო, შეიძლება მოიგო ქუთაისი, შეიძლება მოიგო რუსთავი. ეს შეცვლის რეალობას. აგერ მეზობელი თურქეთი გვაქვს მაგალითი იმის, როგორ სტამბოლში რომ გაიმარჯვა ოპოზიციურ კანდიდატმა, რამდენად შეიცვალა პოლიტიკური გარემო. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენ იმიტომ ვეუბნებთ, რომ ასე სწორი იყო. და მეორე ხა ჩვენ რაღაც ადეკვატურები ვართ და გვესმის რომ ხო ხედავთ როგორი დანარჩენი ოპოზიცია ეს ლელო ნაცები ხო მაგრამ მაშინ რას თავაზობთ ამ ორჩებას საბოლოო ჯამში ჩვენ ეს შევთავაზეთ და დავინახეთ რომ ისინი არავინ არ აპირებს მოგებას არც ნაცმოძრაობა არც ლელო არც გახარია რაღაც თავის საქმით არიან დაკავებული ყველაფერს აკეთებენ რომ ქართულოსთან მოიგოს ჩვენ გავწყვეტეთ რომ ჩვენი თავარი ამოცანა რომ ჩვენ გავძლიერდეთ და ამორჩევას მინდა მიმართო რომ აი ხო ხედავთ რა ხდება ხო ხედავთ რა სიზულულია ჩხუბი და ხო მეტრო არ შენდება ხიდი ხო არ შენდება ქვეყანაში სასამართლო ხო არ კეთდება და რა ვიცი ეროვნულ ბანკს ხო არ ეშველა ფასები ხო იზრდება აი ხო ხვდებით რომ სანამ თქვენს ამორჩეველიც და ზოგადად მთელი ქვეყანა გადაყოლილია ამ ჩხუბს არაფერი უკეთესობისგან არ იცვლება პრინციპის დონეს ხო და ერთადერთი ხალხი ვინც რაღაც ალტერნატივას თავაზობთ ამ ჩხუბს ვარ ჩვენ და თუ ჩვენ ამორჩეველი დაგვიჭერს ხას გარდა იმისა რომ თითოეულ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ არჩევნების შემთხვევაში ჩვენი თითოეული საკრებულოს წევრი იქნება ჩვენი ამორჩევლის წარმომადგენელი როცა მას დაჭირდება რაღაც შენებლობის ნებართვა ექნება თუ შლაგოვანი პრობლემა პირდაპირ ესწრება ვის დაურეკოს და მეტი არც ერთ პარტიას არ აქვს ამის შესაძლებლობა და ყველა მიცის ჩვენ ამორჩეველო რომ ჩვენს როცა პარლამენტში ვიყავით მარტივი იყო ტელეფონი დარეკვა იქნება თუ ოფისში მოსვლა და ყველას ვეხმარებოდი თუ შეგვეძლო ის აკეთება და ამას ვთავაზობთ, ნუ გარდა ამისა, ჩვენი გაძლიერება ნიშნავს, რომ ეს ჩხუბი დასუსტდება. რაც უფრო მეტი ხმა გვექნება, რაც უფრო მეტი ხარდაჭერა გვექნება, მით უფრო ნაკლები ჩხუბი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვქნა მეტი წონა პოლიტიკაში, მეტი გავლენა და ჩვენ ამ ჩხუბში არასდროს არ ავყვები. იმიტომ რომ ჩხუბი არ არის პოლიტიკოსის საქმე საბოლოო ჯამში. როცა ჩხუბი იწყება, მაშინ როცა პოლიტიკოსი ამბობს, რომ მე დავმარცხდიო. მე უკვე ვეღარ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსიო. მე რევოლუციონერების დრო იწყება. აი, ერთი გამონათქვამია, როცა საზღვარს არ კვეთავს პროდუქტებიო, კვეთავენ ზარბაზნებიო. აქაც იგივეა, როცა პოლიტიკოსი ვეღარ ლაპარაკობს, იწყება ჩხუბი. ხო და ჩვენ ჩხუბს ვებრძვით რაღაცნაირად და ამიტომ ხო როგორ უნდა დაალაგდეს ეს ყველაფერი თავისი დაალაგდება რომ ამბობთ აი როდემდე დაალაგდება რა ეს ამორჩეველზეა დამოკიდებული დაალაგდა მე ხო რა ამორჩეველზეა დამოკიდებული იმიტომაც არის კარგი არჩევნები ამ შემთხვევაში რომ არჩევანი ხო სხვა აქედან გამოდის ამორჩეველი რა არჩევანს აკეთებს ჩხუბის გაგრძელება და მე აირჩევს ხარე, აი ლურჯი ხარე უნდა თუ წითელი უნდა და როგორც უნდა იჩხუბოს, როგორც გაუხარდება, ჩხუბში გააგრძელებს, როგორც ახლა იყო, ან 36 გააპირატოს და ჩხუბი დავასრულოთ.
თუ ბევრი ვარ, ჩხუბი ნამდვილად დასრულდება, თუ შედარებით ნაკლები ვარ, კონკრეტულად ჩხუბი ასეთი სიმძაფრით არ იქნება, იმიტომ რომ ელემენტარულად წარმოიდგინეთ, ხელისუფლებას ქართულოსნებას ხო უნდა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ ხედავს რომ ჩხუბზე ნაკლები მოთხოვნა და ხიდზე უფრო მაღალი მოთხოვნა. ხალხს არ უნდა სიძულვილი და უნდა რომ, რა ვიცი, რაღაც ფასები არ იზრდებოდეს. ის ხო უკვე თვითონ მოწადებული გახდება, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ნამდვილ პრობლემებს და ნაკლები ნაცნობებს და ჩხუბს. კარგი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოდი და ის იქნება ჩემი ბოლო კითხვა, რა შედეგს ელოდებით ამ არჩევნებს? ციფრებს არ გულისხმობ, მაგრამ აი რა შედეგს? ხო, ჩვენ ეხლა გასაგებია, რომ საბოლოო შედეგი ძალიან შეიძლება არჩევნებამდე უფრო ახლოს. ძალიან პასიური სიტუაცია, მათ შორის იმიტომ რომ ოპოზიციიდან პროპაგანდა მიდის, რომ არჩევნებზე არ წახვიდე და თან ეხლა არჩევნებზე რო წახვიდე, რაღაც მოტივი გჭირდება. უნდა იცოდეს ზუსტად რატომ მიდიხარ და აი იმიტომ რომ ეს დებატები არის, აი დარწმუნებული ვარ, ბევრი ამორჩეული ვერ ხვდება რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს, რო წავიდეს და ხმა მისცეს. ამიტომაც ჩვენ გვინდა ეს დისკუსიები იყოს, რომ ჩვენ ვანახოთ, რომ 31-ამდე რო გააფეროთ, ის მართლა პირდაპირ სარგებელს მიიღოს. თუნდაც იმიტომ რომ თავისიანი ადამიანი ეყოლება საკრებულოში. და რა თქმა უნდა, თუ ბევრი ხმა მივიღეთ, ჩხუბსაც დავასრულებ და კონტროლში ნაკლების ინტენსიურობით იქნება ეს ჩხუბი. მაგრამ ნუ გვესმის რომ ასეთ გარემო რო იქნება, ძალიან რთულია დავუპირისპიროთ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე. ამიტომ მე მაქვს მოლოდინი რომ ჩვენ რა ზომიერად გავაუმჯობესებთ ჩვენ შედეგებს რომ მაგრამ შეხვალ საკრებულოში. საკრებულოში ნამდვილად შევალ და აი ხა საკითხი ხა ორი კაცი შევა, სამი თუ ოთხი და რამდენ რეგიონში შევა და ასე შემდეგ. მე ზოგადად ეჭვარ მეპარება რომ საკრებულოში ხალხს გავიყვანთ. უბრალოდ ჩვენთვის ეს არ არის საკმარისი. ჩვენს მნიშვნელოვანია რომ წინა წლის შედეგები გავაუმჯობესოთ. წინა წლის შედეგებიდან გამომდინარე ქუთაისში უნდა გავიყვანოთ, რუსთავში, თბილისში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ერთი წელი უყურებდა აი ამ რაღაც კლოუნადას, რომელიც პოლიტიკაში ხარ მოწყობილი და მესმის, რომ ვიღაცას ჯერ კიდევ ჯერა 4 ოქტომბერს რაღაც ვიღაცას დაამხობს, მაგრამ უბრალოდ ვის კრიტიკულად განწყობილია ოპოზიციის ელექტორატიდან ერთი არჩევანი აქვს. და ქართული ოცნების სამორჩელი, რომელსაც ნაცების ეშინოდა, ნუ ეხლა მე არ მგონია, რომ ხაბესი ეშინოდეს, მართლა. თვითონ თუ ქართული ოცნებას აძლევდა ხმას, იმიტომ რომ ნაცების ეშინოდა, ეხლა ქართული ოცნების ლიდერი ხაბეს ანიტას ეძახის და ანიტას ხო არ შეეშინდება. ხო და აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების ამორჩევლის იმედიც მაქვს, რომ თუ ყელში გამოგივიდა ჩხუბი, აი ნაცების ხო არ გეშინიათ? ხარი დაგვიჭერეთ. ამიტომ მე მგონი ყველთელ ოპოზიციურ სპექტრს და ქართული ოცნების სამორჩევლოს აქვს სერიოზული საბაბი, რომ ჩვენ ხარი დაგვიჭეროს, მაგრამ კონკურენტები არ ყავს სამწუხაროდ, ვისაც ეს ჩხუბი უნდა დაასრულოს და ჩვენ აი ეს პოზიცია გვაქვს. რაც მე მოყვება ის პრობლემის მოგვარება, რომელიც შეიძლება უსაშუალოდ ვილაპარაკოთ, მაგრამ უბრალოდ ამ ჩხუბის ფონზე არადეკვატურად გამოიყურება. გასაგებია. მადლობა ბატონო სანდრო, წარმატებებს გისურვებთ. გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს.